მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ რუსთაველზე, ეს იყო მორიგი ვაკხანალია, რომელიც ჩვენ ნახეთ დასავლეთის აგენტურის მხრიდან. ესე იგი ხალხი, რომელმაც გუშინ ხელისუფლება არ მიუშვა 9 აპრილის მემორიალთან და რაღაცა ფიცი დადო გაურკვეველი ტიპის ადამიანებმა, გაურკვეველი სახის ფიცი და ფიცი დადეს ვისთან, ესე იგი ჯალათებთან, სწორედ რომ აი იმ იდეალების წინააღმდეგ და მებრძოლ ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ეხა დღეს გარდაისახნენ, ეს არის მეგობრებო, აი პირდადად მე ვფიქრობ, რომ უკვე აი უკვე გადაჭარბება ყველაფრის, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს დასაწყისიც, დასასრულიც. ესე იგი, აღარ შეიძლება ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეხლა სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც იმართება, ვთქვათ, ამერიკაში, ვთქვათ, ბრიტანეთში, რუსეთში, იქ ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივიდნენ იმ მონუმენტთან, რომელზეც ყოველწლიურად ხელისუფლება მიდის და ვინმეს ეს შერჩეს. გახსოვთ ალბათ სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს აღლუმი რომ უნდა ჩაეტარებინა სისხლის კალო დაატრიალა რუსთაველს. მე არ ვიძახი რომ ჩვენც ახლა მათი მეთოდებით უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა იცით არავის არ აქვს უფლება ერთი მუჭა ნაძირლების ხროვას, რომ შეურაცხყოს და უგულებელყოს იმ ადამიანების ხსოვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვიპოვეთ რომელთა სისხლის საფუძველზეც მოვიპოვეთ ჩვენ თავისუფლება უმანკო ახალგაზრდების სისხლზე და მე ხა ერთი რამე მინდა ვთქვა. უკვე მე მგონი დროა ყველაფერს წერტილი დაესვას. გასაგებია რომ გამარგინალებული არიან, მაგრამ რუსთაველის პროსპექტი იქცა ბონჟების, ესეთი მარგინალების, ნაძჯალათების თავშეფრის ადგილს. ყარს ყველაფერი ანტისანიტარია არის. გადადღაბნილია ყველაფერი. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი ვერ გავიგე, ამათმა რუსთაველის პროსპექტი რაღაცა მიიღეს, მათში რაღაცა ანდერძით მიიღეს, რომ თითქოს ესე იგი მათ აქვთ უფლება იქ ყველაფრის გაკეთების თუ რაშია საქმე, მე ვერ ხვდები. გასაგებია ხა ბევრი ლაპარაკობს, რომ იქ ეხლა სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ამიტომ ყველაფერი გაკეთდა ამისათვის, მაგრამ ეხლა ჩვენ ეხლა ასე თუ მივყევით რომ ვაიმე ვინმეს ფეხი არ წამოუწდეს და ვაიმე სისხლი არ დაიღვაროსო, სახელმწიფო არის აგრეთვე სადამსჯელო მანქანაც. ვიღაცას გონია რომ სახელმწიფო არის მხოლოდ ის რომ რაღაცნაირად მორალი და რაღაცა ისინი უკითხოს ადამიანებს შემწყნარებლობისკენ და რაღაცა მაღალ მატერიებზე ელაპარაკოს და რაღაცა სიმშვიდისკენ მოუწოდოს, მაგრამ თუ საჭიროა სახელმწიფომ ტყვიაც უნდა ისროლოს. თუ საჭიროა სახელმწიფო უნდა დააპატიმროს კი. თუ საჭიროა სახელმწიფო უნდა გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები. ეს არის სახელმწიფოს რეალურად დანიშნულება. და არავითარ შემთხვევაში რომ ეს დაუსჯელობა შემდგომ წარმოშობს ახალ დანაშაულებს, იმიტომ რომ სხვები ადგებიან, მე უარეს გააკეთებენ. როგორ შეიძლება რომ 9 აპრილს საპატრიარქოს წარმომადგენლები ვერ მივიდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და ვინ მივიდა ხალხო იქა? ვინ მივიდა და კელი დეგნანი, რომელმაც კელი დანიგანი მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მე არაფერს არ ვერჩი, სხვადასხვა კონფესიები მივიდნენ და ესენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ტაშით შეხვდნენ აი ამ ელჩს, რომლის ქვეყანამაც მოაწყო 9 აპრილს. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების მოწყობილია ეს 9 აპრილი, იმიტომ რომ მაშინ განაგებდნენ საბჭოთა კავშირს ისინი. გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი იყო სწორედ ამერიკის აგენტურა. და ეხს ვიღაცებს ძალიან ცუდად, ესე იგი რაღაცნაირად მოხვდა ყურში და ამაზე ვილაპარაკებ მე. ძალიან გულთან მიიტანეს ჩემი ეს გუშინდელი განცხადება ზოგიერთმა სააკაშვილის პირადი ჯიბის ტელევიზიის წარმომადგენლებმა. ხოლო აი ეს რაც ხდებოდა ეხლა, ეს არის საშინელება. პროტესტის ორგანიზატორებთან ერთად შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირზე, დემონსტრაციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებიც. რუსთაველის გამზირზე სადაც 36 წლის წინ
ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ მათი წამებული სულების წინაშე ფიცავთ დავიცავთ მათ მონაპოვარს დავიცავთ თითოეულ მებრძოლს დავიცავთ სინდისის პატიმრებს ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის ეს გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანები. ესე იგი, იმ დღეს მერე უჩა აბაშიძის პლაკატიც გამოჩნდა, კაცმა რომელმაც საკუთარი ცოლი აქირავებდა და რაღაცა ამითი დივიდენდებს ღებულობდა თუ არა არ ვიცი, იქ LGBTQ-ს ესე იგი დროშაც ააფრიალეს და ამ ყველაფრის ფონზე ვაჩვენოთ სურათი დგას აგერ პირველი ბანი ბაატა ბურჭულაძე. ბატონო პაატა, ამ სიბერეში გადაწყვიტეთ თქვენ ორიენტაციის შეცვლა? მე მაინტერესებს ერთი ამ პიდარასტებთან როდის გადაწყვიტეთ გომა რომ ქიურ ადამიანებთან და მაინტერესებს რა ფიცდებთ ხალხი რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდა იმ ახალგაზრდებს ადარებთ თქვენ აი ამ პიდარასტებს მაინტერესებს აი ამ გაურკვეველი ტიპის ადამიანებს მე იცით რა მიკვირს საზოგადოება ერი პატივს გცემდა თქვენ და ესი ადამიანმა ლაფში ამოსვაროს ყველაფერი გაუგებარია ამ სიბერეში რაღაცა გარკვეულწილად რა ვიცი მე ასე ორიენტაციების ცვლილება ძალიან ძნელია ეხლა არ ვიცი ამ გაუკუღბართებულ ადამიანებთან დგომა ფიცის დადება თუ ფისის დადება არ ვიცი რა ხდება რა არის ეს მოკლედ გაუგებარია ნამდვილად ეს ყველაფერი და ასევე გაუგებარია ეთი რა ომისთვის ემზადებით თქვენ აი რა ომისთვის ემზადებით აბა ომი გინდათ დიახ გინდა ომი ჩილს თავრობა უსამართლო ესე იგი ომი გვინდაო რა ეს არ ვიცი მე ომი ვისთან გინდა თქვენ მაგრამ ომი რო იყო თქვენ კურდღლებივით გარბოდით მაშინ კურდღლებივით გარბოდით სხვადასხვა ტერიტორიებიდან და ასევე ჩამალულები იყავით და გასტუქ ჭამდით და რა ვიცი რეებს აკეთებდით და დღეს აი ეს კომისიამ როდესაც დაიწყო მუშაობა თეატრო ლუკიანის ხელმძღვანელობით მე ვფიქრობ რომ აი ეს ვინც ამ ლოზუნგებს ყვირის ომი გინდა თქვენი რიგიც მოვა იმიტომ რომ ეს კომისია 2012-დან 25 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებსაც გამოიძიებს და უკვე დაბარებულია იქ ხალხი გახარია დაიბარეს და კიდევ ვიღაცეები და აი მე მინდა შემოგთავაზოთ როგორ შეურაცხყოფელ ფრაზებს ხმარობდნენ ისინი იმ ადამიანების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასევე სხვა ადამიანებზე რომლებიც უნდა მისულიყვნენ იქ და პატივი მიეგოთ 9 აპრილის მემორიალთან დაღუპული ადამიანების ხსოვნისათვის ზიგი აი ეს ნაძირლები რომელ რუსებზე ლაპარაკობენ ომის მერე ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცეს 2008 წლის მერე ჰესები საწარმოები ყველაფერი შეტენეს ამ რუსებს ახალგორიდან კოდორით დამთავრებული და გამოდიან და რუსებო და ესეთ შეურაცხყოფ არ ვიცი ესენი არიან ავანტყოფები და ეხლა აი უკვე 4 თვეა ჩვენ უყურებთ ამ ყველაფერს ხალხი აი გამოვა ეს ხალხი და მე რაღაცა უბედურება მოხდება იმიტომ რომ მოთმინების ფიალა უკვე აივსო და გადაივსო ეხლა ზაფხული მოდის იქ კიდე დაეყრებიან იქა მე ალბათ ის ხალი რო ყვირო და ლეიბი უნდა დავდო ლეიბებს დაყრიან და პირდაპირ რუსთაველზე სექსები იქნება ალბათ რა მე არ ვიცი როდემდე უნდა ვუყუროთ ჩვენ აი ამ საშინელებას არ ვიცი რა მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ალაგმეთ
და საერთოდ ეს რუსთაველის პროსპექტი არ უნდა იყოს აი ამ ბონჟების თავშესაფარი რა. ვერ გავიგე რუსთაველის პროსპექტი იყო და იქნება წმინდა ადგილი, ამდენი ეკლესიები, ამდენი ღირსშესანიშნაობები და სიამაყე და სავიზიტო ბარათია საქართველოს. შეიძლება საქართველოს სავიზიტო ბარათი იყოს ბოდიშთა პიდარასტების, ბონჟების, ნაძირლების, ბანდიტების თავშესაფარი ხალხო? შეიძლება? ამას ამერიკა, ბრიტანეთი, ან რომელიმე ჩინეთი, ან ვინმე დიდი ქვეყანა გიდა პატარა დაუშვებს ამას კაცო? წადი ჩვილო და იქ იმაში სააკაშვილის ბიბლიოთეკა რო არის გახსნილი ჩაიკეტეთ და ჯგუფურად თუ გინდა ორგიებიც მოაწყვეთ იქა რა თუ გიწევთ გული როდემდე უყუროთ ამ ყველაფერს ჩვენ არ ვიცი აი როდემდე უყუროთ და ეს თურმე ეხლა ვიღაცას გონია ამითი ჩვენ დაგვანახებს სახეს ამათი სახეცა გვაქვს დანახული და ბოდიში და დანარჩენი ადგილებიც ვიცი რა ქვია სხეულის ამათი ყველაფერი დანახული გვაქვს უკვე ჩვენ აღარ გვჭირდება მაგათი დანახვა ვიღაცა თუ ფიქრობს რომ აი ნახა ამითი ჩვენ დაგვანახებს რაც სუდები არიან ესენი ვიცით ბატონო ვიცით არ გვჭირდება დავიღალეთ უკვე ამათი აი უმსგავსოების ხილვით დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და რაღაც გარკვეული პაუზის შემდგომ შემოგვიერთდა ბატონი გრიშაონიანი მოგესალმებით ბატონო გრიშას საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინის ხელმძღვანელი ბევრი ზარი შემოდიოდა ბატონი გრიშა სად არის და რა ვიცი მაყურებელთა თხოვნით ბატონი გრიშა დაგერალის ჩვენს გვერდით ბატონი მამუკა კარტოზია პროფესორი მეცნიერებათა დოქტორი რა ვიცი აი ბატონო გრიშა თქვენით მინდა დავიწყო გადაცემა აი რასაც თქვენ უყურებდით გუშინ რომ არ მიუშვეს ესე იგი ხელისუფლება არ მიუშვეს ინტელიგენცია არ მიუშვეს საზოგადოებისთვის საპატივცემულო ადამიანები საპატრიარქო არ მიუშვეს და მიუშვეს იქა ეს ბონჟები მიუშვეს ეს LGBTQ-ს ადამიანები დროშები აღმართეს და აი უბრალოდ გულდასაწყვეტია ის რომ აი ესეთი რამე გრძელდება უკვე 4 თვეა რა ალბათ რა სიტყოდით აი ამ შესახებ ჯერ მადლობა მინდა უთხრა ჩემს მაყურებელსა და ამ ტელეარხის ასეთ ერთგულ მაყურებელს. მე სხვა არხებზეც გამოდივარ ხოლმე, მაგრამ მე იმდენი კომენტარი და პოსტი არიდება, რაც მე ამ ტელევიზიით გამოსვლის დროს მაქვს ზარები მიღებული და პოსტები დადებული და სხვადასხვა. ამისაც დიდი მადლობა და სწორედ აი ამ თქვენი შეძახილებით მოვედი დღეს აქ და მინდა რომ მადლობა გამოგიცხადოთ. რაც შეეხება ახლა რაც ჩვენმა აგერ დირექტორმა და ჩვენმა უფროსმა დაგმოძღვრათ და გითხრათ სიმართლე. მე არ მინდოდი ახლა ამით დამეწყო, მაგრამ იმდენად კარგად და დალაგებულად თქვა ბატონმა ნიკოლოზმა რომ არ მინდა მე ჩემი ტკივილი და ჩემი აღშფოთება არ გამოვხატო იმ სურათის გამო, რასაც მე უყურებდი წუხელ და დღესაც და აი ახლაც შევხედე რეკლამაში. ჩვენ ყავდა სხვა ორიენტაციის ადამიანები ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ვიცით ახლა მაგათ სახელების, გვარების ყველაფერი და არავინ არ დაგვემცირებია, არავინ არ დაგვიკნინებია პირიქით სტალინური პრემიის ლაურეატები დაჯინჯილებული ილია ჭავჭავაძის გვერდით დავმარხეთ ჩვენ აი ასეთი სხვა ორიენტაციის და მე ხარ აი ბიჭის რომ თქვენი სახელისა ვთქვათ რომ მე ამ ადამიანების გვერდში მოვიხსენიო თქვენი სახელი. მე მეგონა რომ თქვენ ხომ უმანკვებისა და ხელოვნების ფორუმი ხართ. თქვენ ხომ მშვიდობის ელჩი იყავით სხვადასხვა ქვეყნებში და სოფლიო პატაზე ვლაპარაკობ ზუსტად. და მე რატომღაც მეგონა რომ თქვენი შენახული იყო თაწმინდაზე საპატიო ადგილი. და ვითომ რატომ რა რით ჯობდა ახლა თქვათ ბატონი ვახტანგი პატარს.
მაგრამ ეხლა არ ამგონია ახლა ამ პირობებში რომელმაც იცის ეხლა ვინც ეხლა ჩვენ ეს ფისი წაგვიკითხა თუ რაღაცა იყო და იმის გვერდით ვინც იდგენ მაშინ ესენი დაბადებულები არ იყვნენ როდესაც 9 აპრილი ჩადარდა და 9 აპრილი თქვენ ხარ გონიათ რომ იმ ადამიანებმა ვინც ახლა რუსთაველზე დგეხართ იმათმა გააკეთეთ 9 აპრილი კომუნისტებმა გააკეთეს იცით თუ არა თქვენა კომუნისტები წვანან იქა კომუნისტები იყვნენ და ის მილიციის მუშაკები იყვნენ და ის კგბ-ს თანამშრომლები იყვნენ რომელიც პოდრუჩკით უვლიდნენ ვინც იქ იწვა იმ გაყინულ ასვალზე ხო და იმათ ეფერებოდნენ და ის გამოყავდათ და იქ ეყენა სასწრაფო დახმარებები და როგორ ეშველათ ხალხისთვის და როგორ გადაფარებოდნენ ამ ხალხს არ იცოდნენ ხო და მე როგორც წარმოების ხელმძღვანელი ადრე პირველი პირებისგან მოვიდა მითითება წარმოების ხელმძღვანელებზე რომ კოსტავას სახელობის ფონდში 1000-ეულობით მანეთი ჩაგვერიცხა და აი ფული ჩვენი ჩერეცხული ფულით მერე ჩვენ გამოყარეს კაბინეტებიდან და ცოცხლი მოიტანეთ რომ თქვენ უნდა აღხვედროთ აქედან რომ გაიგე ეს მაშინ როდესაც ის 9 აპრილის ჩვენი ხელშეწყობით გაკეთდა ჩვენი მოთმინებით გაკეთდა ბოლოს კი ვიყავით ცენტრალურ კომიტეტში მაგრამ აკრძალული მქონდა რომ მომიტინგეთა მიმართ ხელი აგვეღმართა ჩვენ და თქვენ ირაკლი ქადაგიშვილი არ მიუშვით რომელიც ხელმძღვანელობდა ამ უზარმაზარ დიდ ეროვნულ მოძრაობას რომელიც არ გაკეთებულა ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოში და ასმანემდე ყოფილა ამ ხალხი და ამ ხელა მოძრაობა ვინ არ მიუშვით ვინ იქ ირაკლი იდგა ირაკლი წერეთელი იქ იდგა თამარა სად არიან ახლა ის არ წავდათ სად არიან ახსენეთ დღეს ისინი ვინც ის მემორიალი დადგა იქა და თქვენ ეს დაკვერილი მოძვერილით რომ დაკვები ამ სქესობრივად დაუკმაყოფილებელ დედაკაცებს და ამ მორფინისტებს კიდევ რა არ აქვს ცხენია ბატონო არ აქვს ცხენია ხო იცი რომ ჩვენ ამდენი საერთო მეგობარი ვყავს და შენი სურათი რამდენ ოჯახში დევს შენი მეგობრების ოჯახებში და რომელსაც ლოცილობდით და საზგენძელებს ვამბობდით შენ როდესაც ლაშქარაში მღეროდი რა არის ბოლოს და ბოლოს ასეთი შეურიგებლობა ასეთი შეუგნებლობა თუ გინდას და ამ შერიგებას მივაყოლო შეურიგებლობას და როგორ კაცო აკრძალული მქონდა ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამავე დროს რომ ანტი რამე ეროვნული არ წამოგხსენოდა ანტიეროვნული რაც არაფორმალების ხელისუფლებაში მოსვლას ხელს შეუშლიდა ერთი კაცი ცენტრალურ კომიტეტიდან არ გამოსულა რომ პარტიულ ორგანიზაციებისათვის მითითება მიეცათ რომ არჩევნებზე მისულიყვნენ და თქვენი ხალხი არ მიუშვით მემორიალთან და თქვენ უნდა გენდოთ ხალხი და თქვენ ჭკვაზე უნდა იაროს რესპუბლიკამ ჩვენ 56 წელში როდესაც 9 მარტს უზარმაზარი დიდი დემონსტრაცია ჩავატარეთ სტალინის სახელის დასაცავად ჩვენ კგბ-მ და მილიციამ გადაგვარჩინა კგბ-მ და მილიციამ პირადად ჩემი თარჯიმანი იყო ვერძეული მაგისის სულს ვენაცვალე მე და მე იმან მითხრა როდესაც მოსკოვიდან ჩამოსული კომისიის ზოგადად წევრი მე დამიჯდებოდა დაკითხვაზე მე უნდა მეთქვა რომ მე რუსულად საერთოდ არ ვიცოდი არც მაშინ არც ახლა არ ვიცი რუსული ხო და მეტყვიან რომ გადაგვითარგმნეო ისინი რასაც შეგეკითხებიან და მე როგორც ვეთყვი ის მე ვიციო ეს მითხრა მილიციის პოლკოვნიკმა რომელიც იყო მინისტრის ერთ-ერთი უზარმაზარი დიდი აპარატის ხელმძღვანელი
და კგბ-ს თანამშრომლები კიდევ გვეუბნებოდნენ რომ ესენი კაცო ლექსებს ამბობდნენ და რაღაცებს არც ერთმა არ დაგვადო ჩვენ ხელი რომ ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწეოდით და ძირს ბულგარინი და ხრუშოვი ვიძახოდით. ალბათ არც მაგათ არ უნდა ძალიან რომ ეს პოლიტიკურში გადაეყვანათ, მაგრამ ძირითადად ამისი ფუძე და საფუძველი იყო ეს. რაც ეს გარეწარი გუმბარიძე დააყენეს, აკა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მთელი საბჭოთა კავშირი და საქართველო გაყიდული იყო და მიყიდული იყო დასავლეთზე. დასავლეთზე იყო მიყიდული. თუ არა, რო ყოფილიყო პატიაშვილი და შევანდაძეს როალ გაეგდო ისაკენ საქართველოდან, მაშინ დაინახავდით თქვენ როგორ იზეიმებდით დღეს და როგორ იქნებოდით რუსთაველზე. მაგრამ წელიწადნახევარი თუ 2 წელიწადი ჩვენ ამათ არჩევნებს ხელმძღვანელობდით და ვაფინანსებდით ფულით დასავლეთიდან კი არა აქედან ჩვენ ვაფინანსებდით მაგათ. მის ბატონო გრიშა თქვენი აღელვების და ამ ზოგიერთმა ვერ გაიგეს რომ ციხე შიგნიდან ტყდება ყოველთვის და საბჭოთა კავშირი რომ არა შიგნიდან ჩაბუდებული ეს აგენტურა ვერ განადგურდებოდა. და აი ხა მე მინდა ვაჩვენო კადრები გორბაჩოვი როგორ აბარებს ანგარის ამერიკის პრეზიდენტს მე მინდა ხა ეს კადრები განახოთ და აქედან ჩანს როდესაც საუბრობთ რომ დასავლეთის ამერიკის აგენტურამ მოაწყო 9 აპრილი და სწორედ ამერიკელებმა შიგნიდან ჩამოშალეს ეს საბჭოთა კავშირი აი ეს ნათელი დასტური ამ ხელა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი ქვია და აბარებ აჩოტებს ანგარის ამერიკის შეერთებულ შტატებს რა უნდა გააკეთო აი პეტერე თაგვივით ვირთხასავით და აი იმიტომ და ეხა ეს არის დასტური იმის რატომ დაინგრა საბჭო რატომ მოხდა რა საჭირო იყო 9 აპრილს იქ ტანკების და იარაღის გამოყვანა ხალხი მღეროდა ცეკვავდა რა ხელს უშლიდა ან ბაქოში სისხლიანი კალოს დატრიალდებდა ან ვილნიუსში ან კიდევ სხვა საბჭოთა ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ რომ ანტირუსული ანტისაბჭოთა განწყობები შექმნილიყო და შემდგომში ჩამოშლილიყო საბჭოთა კავშირი და აი ამას ხელმძღვანელობდა გორბაჩოვი და ამის დასტური აი როგორ აბარებს ანგარის აი ეს ნაძირალა ამერიკის პრეზიდენტს. В середине дня, ровно в 5 часов, президент Горбачев позвонил президенту Джорджу Бушу в Кэмп-Дэвид, в Мэриленде. В это время там было 10 часов рождественского утра. И мы получили исключительное право снять их беседу. Алло. Да, Джордж, дорогой, приветствую. Я вот хочу начать сначала с приятного и поздравить вас с Рождеством и Барбару, всю семью. Я даже думал, когда же мне лучше выступать, во вторник или в среду. И с учетом вот этого я решился сегодня в конце дня. And my main intention is to help use my Горбачев сообщил Бушу, что он делает все возможное, чтобы воспрепятствовать дезинтеграции на территории бывшего Советского Союза. И затем, в сцене, похожей на голливудские боевики, президент Советского Союза в последний раз обсудил с президентом Соединенных Штатов Америки проблемы ядерного оружия и контроля над ним новой страны России. Я сейчас, вот у меня на столе лежит указ президента СССР. I have here on my table the decree of the president of the USSR. В связи с моей отставкой, говорит Горбачев, я также ухожу с поста Верховного Главнокомандующего и передаю контроль над ядерным оружием президенту Российской Федерации. Ты можешь спокойно провести рождественский вечер. Таким образом, я довожу процесс до его завершения в конституционных рамках, и все остается и будет оставаться под очень строгим контролем. Этот указ войдет в силу, как только я объявлю об отставке. Преемственность будет обеспечена, можете быть спокойны в этот рождественский вечер. Президент Горбачев говорил без бумажки более 15 минут. Он говорил, что основная ответственность за политические и экономические реформы на территории бывшего Советского Союза ляжет на Россию, и он просил ее поддержать. აი რამხელა სირცხვილი არის, რომ
ბატონო მამუკა თქვენც მინდა გითხოთ რომ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ანგარიშს აბარებს ამერიკას რომ თქვენ არ ინერვიულოთ ბატონო პრეზიდენტო ყველაფერი რიგზეა რაც თქვენ მიბძანეთ ყველაფერი გაკეთებული არის ესმით ელჩინმა არავინ არ დამასწროსო და პირველი უპატაკა იმას პირველმა უპატაკა რომ წითელი დროშა ჩამოაგდეო კრემლიდან ხო და იმისი უზარმაზარი ცენტრი აქვს ამისი ფონდი არის ნახევარ კვარტალზე გაშენებული და ამისი საფლავზე უზარმაზარი თაიგულები მიიტანა პუტინმა ხო და იმისიც თავისი პატრონისა და თავისი დამტოვებელი გასაგებია აი ბატონო მამუკა თქვენთან გადმოვალთ ბატონო გრიშა ჩვენ დროში შეზღუდული არა თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ რეალურად რა თქმა უნდა, ეხლა ეს მე უფრო უკეთესად გეტყვი, როდესაც ბელოვეში შეიკრებდნენ და საბჭოთა კავშირის დაშლა უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ლიდერები პირველი ბუში დაურეკეს და ახარეს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალაო, ბატონ გრიშა, ხო გახსოვთ, საბჭოთა კავშირი დაიშალაო და გიხარობდნო ბუში დაურეკეს, რომ არ იარსებებსო. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ეს აგენტურა არის მოქმედებდა, მანამდე გავიხსენოთ, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა ჩვენ არ ვიხსენებთ, იცით, ყოველთვის წვრილმანებში არის ეშმაკი ჩაბუდებული. საბჭოთა კავშირის საგარეო უშიშროების მინისტრად დაინიშნა ბატონ გრიშა, გახსოვთ, ვინმე ბაკატინი. იგივე. ამ ბაკატინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შენობის გეგმა, სადაც იყო დამონტაჟებული აი სპეცსამსახურების ყველა საიდუმლო ისინი. ყველა საიდუმლო რაც კგბ-ს ჰქონდა, ბაკატინმა გადასცა ЦРУ-ს ყველაფერი. გაგიგიათ ესეთი რაღაცა სპეცსამსახურები, ესე იგი კგბ დაიშალეს, ეს უზარმაზარი სამსახური, ეს სახელმწიფოში უშიშროების სამსახური, ანუ სახელმწიფო უშიშროების კგბ რუსული აბრევიატურით და ყველა მისი აგენტურული მონაცემები და რაც კი იყო, ყველაფერი ოფიციალურად გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემდგომ გრძელდება მემკვიდრეობა, აქაც აღნიშნავს გორბაჩოვი თქვენ დააკვირდით, რომ მე ყველაფერი ელცინს ჩავაბარეო და ელცინი გადაწყვიტავსო და ელცინმა როგორ გადაწყვიტა თქვენ კარგად იცით, ყურმოჭრილი მონა იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბატონ გრიშა ელცინმა ფაქტიურად ზუგანოვთან წააგო, თქვენ თუ გახსოვთ. ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალური ჯგუფი, წინა საარჩევნო, რომელმაც უდიდესი ფული ჩამოიტანეს და ჯგუფმა იმუშავა რაღაც სასწაულად და ჩასვეს ლებედი, გახსოვთ, ლებედი და ზუგანოვს ხმები წაართვეს. ლებედი გავიდა მესამე ადგილზე, გენერალი გახსოვთ, მე ის ლებედმა მოხსნა კანდიდატურა, დანიშნეს უშიშროების საბჭოს მდივნად და ელცინმა ძლივ-ძლივობით ზუგანოვს წაართვა პრეზიდენტობა. აი ეს მონახაზი, რომელიც საბჭოთა კავშირში ხდებოდა და რომელსაც რუსეთს გაუკეთეს და ერთი მინდა აღვნიშნო, აი ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა, აი რამხელა დიდი დარტყმა აქვს შევარდნაძეს ხელისუფლებაში მოსვლა, მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, გახსოვთ რომ შევარდნაძე მოვიდა იმ პათოსით, რომ აი მე დასავლეთი დემოკრატია, ნატო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა ჩვენს მაყურებლებს შევახსენო, არ დაგავიწყდეთ, რომ ედვარდ შევარდნაძე გორბაჩოვთან ერთად იყო იმ მოლაპარაკებების აქტიური მონაწილე და პროტაგონისტი, სადაც წყდებოდა ნატოსა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის საკითხი. ვინ-ვინ, მაგრამ ედვარდ შევარდნაძემ ყველაზე კარგად იცოდა, რომ საქართველოში ნატო არ გაფართოვებდა. ეს უკვე იქ გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ დეკლარირებულად არ გაფორმდა, მაგრამ ზეპირად ეს შეთანხმებული იყო იმჟამიდელ წარმომადგენლებთან. ჩამოვიდა თუ არა საქართველოში უკვე სხვა თამაში დაიწყო და საქართველო ასეთ კოლაფში შეიყვანა. ეს რა არის, ისეთ მოკლე მახსოვრობა არ უნდა კონდეს ეს და საერთოდ ყოველთვის როდესაც რაღაც გარკვეულ პერიოდზე და იგივე 9 აპრილზე ვსაუბრობთ, უნდა ისტორიული ფონი განვიხილოთ. ეხლა ბატონ გრიშა სწორი ბრძანა და ეს მინდა ბატონ გრიშა დავამატა თქვენ რა ბრძანეთ მერაბ კოსტავას ფონდი. ეს მერაბ კოსტავას ფონდი შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, იცით რა გააკეთა? პატრიოტული ორგანიზაცია იყო და ქართველებისთვის სახკარს ყიდულობდა და იცით სატყიდულობდა? ქვემო ქართლში, სადაც არაქართული მოსახლეობა იყო, უამრავმა ქართველმა იყიდა იქ აი რაც ბატონმა გრიშამ ბრძანა სახლები. კი ბატონო, და ეხლა ჩვენ რო ლაპარაკობთ, რომ აი გორბაჩოვის, იაკოვლევის და მაშინდელი პოლიტბიუროს მოღალატეობრივი მოქმედებები. გორბაჩოვს ბადენ-ბადენში მისცეს უძვირფასესი რეალურად სასახლე.
იწვევდნენ კონფერენციებზე, აძლევდნენ საკმაოდ მრავალრიცხოვან გრანტებს და მაშინ ფული სხვა რაღაცა ამ კუთხით გამოისახებოდა და არ ვიცი, ყველა იყო დარჩა კმაყოფილი და ეხლა მე სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ აი ამ დამსახურებაზე, რაც დამსახურებაც გაწია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის გრევისათვის, როგორ დაუფასდა მას ეს ყველაფერი შემოგვიყვება. Михаил Горбачев уже полгода как не президент СССР. Вместе со своей женой он отдыхает на калифорнийском ранчо Рональда Рейгана, который для них уже просто Рони. Два бывших президента прекрасно проводят время и выглядят счастливыми и довольными жизнью людьми. В последующие годы различные западные фонды постоянно приглашают Горбачева читать лекции в университетах за хорошие гонорары. Кроме того, он снимается в рекламе американского фастфуда. Экс-президент сверхдержавы СССР, рекламирующий пиццу. Это выглядит особенно унизительно на фоне проблем с продовольствием в России. За Горбачева! За Горбачева! За Горбачева! Sometimes nothing brings people together like a nice hot pizza from Pizza Hut. იახ მეგობრებო, აი პიცის რეკლამებში გამოდიოდა კაცი და ესე იგი ამერიკაში უწევდა რეკლამას ამერიკულს ყველაფერს და ამერიკელებმაც დააფასეს მისი ღვაწლი და რეალურად დავინახეთ რომ აი ეს დანგრევისათვის საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის მან მიიღო საკმაოდ დიდი დივიდენდები. ეხლა ბატონო ნიკოლოზ მე უნდა შალვა ბაბუაშვილს მივმართო. ბატონო შალვა თქვენ იქნება არიცით რომ თქვენი ახლობლების და დეიდა თქვენის ოჯახის დიდი მეგობარი ვარ და შენი დეიდაშვილების შვილების ჭირისუფალი ვარ მამამთან ერთად. იქნებ თქვენ ეს იცით და არ იცით და მე როგორც აი ჩემი ძმისშვილი და როგორც შვილიშვილი ისე გარიგე. ძალიან ხშირად ახსენებ შენ ამ სერგო ორჯონიკიძეს და ამ კომუნისტურ პარტიას და ამ იმას. არ არის ეს შენი საქმე. შენ ეთყობა არ იცი შენ რა იყო სოციალიზმი, რა იყო საბჭოთა კავშირი და როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო და სხვა. თქვენ მე ახლა არ გეტყვით. მე უზარმაზად პატივს გცემ. უფრო კარგად ვინ წაიყვანს და ვინ იმას იზამს, ეხლა მე ვერც შემირჩევია კაცი რომ შენ შეგცვალოს იქა. მაგრამ ეს შენი გამოთქმები მე ძალიან მაღიზიანებს. და მე რო შემეძლოს ეხლა სერგო ორჯონიკიძეობა პირველი გავიქცეოდი მოსკოვში და დაუჩოქებდი, დეპეშას კი არ გაუგზავნედი, დაუჩოქებდი რომ იქნება უშუალოდ რამე საქართველოს. თქვენ გაიყრიან იქედან რო იცოდეთ. ხო და ცოტა მიხედეთ და გამოიხედეთ თვალებიდან და ხალხს შეხვეწეთ და თხოვეთ რომ გვერდში დაგიდგენ. და შეიცვალეთ გენერალური ხაზი. ამერიკელებს ხედავთ რომ არ უნდებოათ. დასავლეთს ხედავთ რომ არ უნდებოათ. რეზოლუციაზე გამოდის. საჩივარზე გამოდის. არ ვამბობ რომ განკულაკებაო ესო კომუნისტებისო და იმის. ვინ იმისი და ამისი და 27 წელში დაჭერილი კაცი რო გაამართლეს და 10 წელიწადი და რო ჩამოვიდა და რეაბილიტაცია გაუკეთეს, მაგას 10 წლის ხელფასი აურაზღაურეს, 10 წლის და შვებულების ფულის მისცეს. რომელ ჩამორთმევაზე კულაკებს რო ჩამოართვეს, კულაკებს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მილიონობით ხალხი შიმშილობდა და მიწას კულაკები ამუშავებდნენ და ხორბალს კიდევ მიწაში მარხავდნენ. თუ ძვირად არ გაეყიდებოდა და ალპობდნენ მიწაში. და იმიტომ იღებდნენ და იმიტომ ასახლებდნენ იმას. აბა იმას ხო და რო ჩამოვიდა უელსი
საბჭოთა კავშირში 34 წელს პირველი 5 წელი შედეგების შემდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რომ ეს რა ხდება საბჭოთა კავშირშიო, უელსში ჩამოვიდა უდიდესი მწერალი, უზარმაზარი დიდი დრამატურგი, უზარმაზარი დიდი ჟურნალისტი, ყველაფერი რო ეხერხებოდა იმ კაცს და იყო პრეზიდენტი რუზველტის უახლოესი ადამიანი. ხო და უთხრა რომ მე გაოცებული ვარო, კაცო, გაოცებული ვარო, რომ ამერიკაშიო კომუნისტა სოციალისტთა შედებენო. და ეხლა მე შეიძლება ჩემი ნათქვამი არ დაიჯერო და აი წამოღებული მაქვს. ეხლა ვამუშავებ ამას, აი ეხლა ვამუშავებ და მალე გამოვცემ ამას. ან გაზეთში დავბეჭდა, ან შეიძლება ბროშურადაც გავაკეთო, რომ საქართველოში ყველას დაურიგო. ყველას დაურიგო, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე. აი რას წერს ეხლა უელსი. შეხვდა 34 წელს სტალინის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვაჭრობაო, თქვა ლენინმა, კაპიტალისტებისაგანო. დღეს კაპიტალისტებმა თქვენგან უნდა ისწავლონ და შეიცნონ სოციალიზმის სული. ვგონებ რომ შეერთებულ შტატებში საუბარია დიდი გეგმიურ რეორგანიზაციაზე, ანუ სოციალისტური ეკონომიკის შექმნაზე. თქვენ და რუზველტი იწყებთ ორ განსხვავებული წერტილიდან. არის კი იდეოლოგიური კავშირი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, მაგალითად, მე გამაოცა იმან, რაც ვაშინგტონში ხდება. ადმინისტრაციული აპარატის გაფართოება, რიგი ახალი სამთავრობო მარეგულირებელი სააგენტოების შექმნა, ყოვლის მომცველი საჯარო სამსახურების ორგანიზაცია, ისევე როგორც ეს თქვენთან არის, მაგრამ მათ არ ყოფნით ამისი მართვის უნარი. დაიგე? ეთახმებით ბატონო გრიშა, ნამდვილად სწორი ბრძანდებით და არ ვიცი, აიცით, ყველაზე უფრო აი თქვენ სწორი, ეხლა დაასანქცირეს პროკურორი, გენერალური პროკურორი დაასანქცირეს. დაასანქცირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. ბიჭო, მაინც რუსებს გეძახიან, მაინც გლანძღავენ და გთათხავენ და წადით ამ მოსკოვში 9 მაისს ვერ გავიგე რა უბედურებაა რა. ყველა დღე ამაზე მაქვს საუბარი. უდიდესი სირცხვილია ის, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება რაც კი მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირმა ამის ხელმძღვანელი იყო ქართველი. როგორ შეიძლება ჭიქას რო აწევს მაგალითად იქ სიძიპინი, პუტინი, ლუკაშენკო, სლოვაკეთის პრეზიდენტი და რო იტყვიან გაუმარჯოს დიდ სტალინსო და იქ ქართველი არ იყოს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს ხალხო. შენი სადღეგრძელოა, სტალინის სადღეგრძელოს რო ამბობენ, ეს არის საქართველოს სადღეგრძელო. და შენ არ იქნები მოსკოვში, მაინც გლანძღავენ, მაინც სათხავენ, კაცო, ჩვენ რო რუსებს გვეძახიან, გასაგებია, მაგრამ ჩვენ კაი გვეძახონ, მე ისედაც უკვე ეს ვიტან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეხლა მაგათმა რო ჩემზე თქვა, რომ პატრიოტიკაციაო, თავი უნდა მოვიკლა მაშინ იმ დღეს, იმიტომ რომ მოღალატ არ ვიცი, გადადგით ეს ნაბიჯი. გადადგით, იმიტომ რომ შეიძლება ესე იგი ხელისუფლებას ასანქცირებდეს ეს ნაძირლები, ეს ამერიკა დასავლეთი იმის გამო, რომ მოსამართლე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და პოლიციამ აღკვეთა უმსგავსოება. ესე იგი პოლიციას უნდა ამდღარიყო და მიეშვა უნდა ეს მომიტინგეები და უნდა დაერბია, დაენგრიათ ყველაფერი. და მე ყველაზე უცნაური ის არის, რომ ესე იგი მე არ ვიცი ხა საერთოდ რა არის იცით მეგობრებო, არის რაღაცა აი ზოგჯერ არ გინდა ვიღაცაზე რაღაცა თქვა და მაინც ესე იგი გიჩხიკინებს და ბოლოს მაინც გათქმევინებს იმას. რამდენი ერთი-ორმა ადამიანმა მთხოვა რომ ძალიან გთხოვო ამ ადამიანს არ შეეხო რა. ჩემთვის ძალიან ისეთმა ადამიანმა, საპატივცემულო ადამიანმა რაღაცა პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარეო და რაღაცა ანგარიში გაუწიე რა სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ეხლა როცა ადამიანი ზღვარს გადავა, მე უკვე ბოდიში და იმან რო დამირეკოს და ვინც არ უნდა დამირეკოს, უკვე ჩემთვის აღარაფერი აღარ არსებობს რა. რატო ვამბობ ეხლა ამ ყველაფერს? ესე იგი ჩვენ გამოსვლას
გუშინდელ გამოსვლა 9 აპრილთან დაკავშირებით, ეხლა რაზეც ვლაპარაკობდით, რომ ამერიკელების მოწყობილია 9 აპრილი. აბა ვისი მოწყობილია ეხლა, ხო? ეხლა ბოდიშ და მე აქ ვერ დავიწყებ ბატონმა გრიშამ ეხლა აქ წაიკრა. მე აქ ეხლა ამ გადაცემას ისტორიის იმას ვერ დავარქმევ და ეხლა აქ ვერ დავიწყებ ისტორიის სწავლებას გონება დახშული ადამიანებისა. ეს არ არის ის ტიპის გადაცემა აქ, რომ ჩვენ ეხლა მთელი გადაცემა ისტორიის ახსნას მოვდოთ. წადი ჩვილო და ამისთვის განათლება უნდა მიგეღო და მე თქვენ ეხლა განათლებას ვერ გამობძანდა კეზერას ბუტკის ჟურნალისტი იმ კეზერასი რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელიც დაბარებულია იმ კომისიაზეც და რეალურად პასუხს აგებს ამ ყველაფრისთვის ბატონმა გიორგი თარგამაძემ ესე იგი გუშინ რაღაცნაირად კომენტარი გააკეთა ჩვენს გადაცემასთან დაკავშირებით და მოისმინეთ თქვენს დაგაინტერესებთ ალბათ ამ კომენტარზე მინდა ერთი ნაწყვეტი სულ ერთი წუთიც არ არის გაჩვენოთ რაც სინამდვილეში თქვა მაგრამ რისი თქმაც ბოლომდე ვერ გაბედა ჯერ ირაკლი კობახიძემ თავის ნაწერში ხოლო დანარჩენებმა თავის ინტერვიუებში ისმიდა რომ მოგასმენინოთ უბრალოდ სხვა ადამიანი არის სპიკერი ბატონი ნიკოლოზ ჟავანაძე მის ამსიქ ანუ იშვიათად რო ეკრანზე ჩვენთან იყოს ხოლმე მაგრამ ამ კონტექსტში საინტერესო არის მაინც რომ მოусმენთ იმიტომ რაც ჯერ ვერ გაბედეს ამ ადამიანებს და იმას ლაპარაკობს ბატონი ჟავანაძე რაც ნამდვილად უნდა დაუფასდეს მას ამ შემთხვევაში და მოდით ერთად ნახოთ. დღე როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები შეეწირნენ იმ ოპერაციას რომელიც ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში თავისი აგენტურის გორბაჩოვის შევარდნაძის მეშვეობით. დღეს ეს ნაძირლები ვინც არიან შეკრებილი და ჩვენო ხელისუფლებას არ მიუშვებთო იქო. და თქვენ ვინ ახართ ერთი რაუფლებით გეხართ მათ. თქვენ ხართ მონები. თქვენ ხართ დოლარებზე გაყიდული ხალხი რომლებიც იქ გეხართ და უმანკო ახალგაზრდები იდგნენ იქ. და ელოდნენ თავიანთ განაჩენს, რომელსაც გამოუტანდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები. ჯერჯერობით თლათ ასე საუბარს ვერ ბედავენ ეთყობა ჯერ ის დრო არ დამდგარ ეს კაცი მოსკოვში მიდის სურათებს იღებს და ამბობს რომ მოსვენს მოსკოვი და ეს არ მალავს რუსი ადამიანია საბჭოთა ადამიანია და მისი განვითარება მის იქეთ აღარც მიდის ამ გამოქვაბულის ბოლშევიკები არიან ესენი ხომ ჟავანაძეზე ნამდვილად სხვა რამ კობახიძის ჩათვლით ეს სევდია უგრეხელიძე ქალბატონო სევდია თქვენ დიდი ხანია სევდა მოგაწვათ და მე ვატყობ ამ ყველაფერს და სევდიანად გამოიყურება თქვენი ჰაბიტუსი და თვითონ თქვენს მე მინდა ბატონ თარგამაძეს უთხრა ეხა თქვენს გადაცემაში რომ მე იშვიათად ვჩდები ეს არის პატივი ჩემთვის იმიტომ რომ თქვენთან ძირითადად არიან სექსუალური უმცირესობები, გეი აქტივისტები და ნაცხროვის წარმომადგენლები და ეს არის ჩემთვის დიდი პატივი რომ თქვენთან არ ვიმყოფები და თქვენთან იშვიათად ვჩდები და არც არის ამის აუცილებლობა, იმიტომ რომ აი ჩვენი გადაცემა 10ჯერ მეტი რეიტინგით სარგებლობს ვიდრე თქვენი აი ეს კაბინა, რომელშიც ზიხართ. ეხლა შეიძლება თქვენ უფრო კარგი ტექნიკა გაქვთ სტუდიაში, შეიძლება უფრო მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტები ყავთ, მაგრამ თავარია ხალხის განწყობა, ხალხის დობა ამა თუ იმ ტელევიზიის მიმართ. და თქვენ რომ ლაპარაკობთ რომ იმაზე რომ თურმე ხელისუფლება ვერ ბედავს, რასაც მე ვბედავ, ძალიან მალე ზუსტადაც იმას იტყვიას ხელისუფლების წარმომადგენლები, რასაც მე ვიძახი. ჩვენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაკრიტიკებდით, აქ ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ რომ ამერიკა ჩვენი მეგობარია და ეხლა უკვე შეიცვალა დამოკიდებულება. რუსეთს აღარ აგინებენ, ესეც კარგია. მაგრამ ძალიან მალე უკვე ის რიტორიკა შეიცვლება და უკვე ნელ-ნელა ისინიც და ეს ამას იმიტომ კი არ გააკეთებენ რომ რეალურად რაღაცნაირად ვინმე დაკვეთა მისცა. ეს არის ქვეყნისათვის საჭირო და ამას თქვენ ვერც გაიგებთ ვერასდროს, იმიტომ რომ აი არსებობს მაგალითად ექსკორტ მომსახურების ქალბატონები. ზოგიერთი დაბალი ფასიხთის, ზოგიერთი მაღალს. თქვენ ახართ ბატონო გიორგი მაღალი კლასის ექსკორტ მეძავი ჟურნალისტი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით ამა თუ იმ ძალისა. თქვენ აგიყვანეს
1-მა, 2-მა, 3-მა და თქვენ ახართ აი ამ მუდმივ მომსახურებაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გაყიდეთ ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი. მერე შემდგომში გაყიდეთ აგრეთ თქვენ სინდისი და ნამუსიც თქვენი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არავით ნულოვანი რეიტინგი გაქვს. ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ კარგი მეტყველება გაქვთ, კი ბატონო. და შესაძლოა კარგი ჟურნალისტიც იყავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემები იბერვიზიაში და ხაღაც გარკვეული ნდობა გქონდათ საზოგადოების, მაგრამ თქვენი სახე წარმოაჩინეთ. თქვენ არ ვიცი 1000 ეპიტეტები არსებობს, უგასტუკო ხლიკიო და რაღაცა არ ვინა მე ხა შეურაცხყოფას თქვენ არ მოგაყენებთ, მაგრამ თქვენ ერთი რამე გავიწყდებათ, რომ აი ეს რო ამოიკითხეთ ეს ჟავანაძე. ეხლა იცით რა შეა საქმე? ეხლა ჩემი გვარი ისეთი გვარია, რომ წესით არ უნდა გავიწყდებოდეს, იმიტომ რომ 19 წელი საქართველოს ჟავანაძე მართავდა. და მერე კიდე თქვენი წარსულით უნდა გცხვენოდეთ. თქვენ იმ ტიპის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც არანაირი მორალი არ გააჩნია. თქვენ მიეყიდებით, აი ის სიმღერა როა, ფული გააქვს, თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ. თქვენ ხართ იმ ხალხთან, ვისაც აქვს ფული. ვისაც ფული აქვს, იმათთან ახართ. ხვალ რო დაჭირდეს საქმეს, ვლადიმერ პუტინის სადიდებელ გადაცემებს წაიყვან თქვენ. თქვენ ლაპარაკობთ, რომ აი რაღაცა რუსეთთან დაკავშირებით თურმე, რომ რაღაცნაირად არასწორ აქცენტებს სვამს ხელისუფლება. თქვენ არიყავით იმ ასლან აბაშიძესთან, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რუსის ჯარი, რომ არა რუსის ჯარი ასლან აბაშიძეს მაშინ ის მხედრიონი და ის რაღაც დანაყოფები გადაულიდნენ და გადმოულიდნენ და რომელსაც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან. თქვენ ის კაცი არა ხარ, ბადრი პატარკაციშვილთან რო იყავით, რომელსაც ასევე ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან. შეიძლება ხელისუფლების ვიღაც წარმომადგენლებთან რაღაც დაეძაბა ურთიერთობა, მაგრამ ჰქონდა. თქვენ ის კაცი არა ხართ მიხეილ სააკაშვილმა, რომ შეგიყვანათ პარლამენტში ქდმ სახით და რომ გაუправეთ იმას სააკაშვილს იქ არჩევნები. თქვენ ის კაცი არა ხართ? თქვენ ის კაცი არა ხართ 2008 წელს რუსეთზე რომ ლაპარაკობთ იმ რეზოლუციას რომ ხარი დაუჭირეთ საქართველოს რომ იქნა დადანაშაულებული? თუ ეხლა არ მითხრათ ეხლა რომ ქდმ არ იყო სააკაშვილის პროექტი. ბადრისთან იყავით, ასლანასთან იყავით, სააკაშვილთან იყავით და ამიტომ ვიძახით, თქვენ ხართ VIP მეძავი. ექსკორტ გოგონა. თქვენ მაღალი კლასის მეძავი ბრძანდებით. არის დაბალი კლასის მეძავები და თქვენ ხართ მაღალი კლასის მეძავი. და თქვენი მეძავეობის შესახებ სულმნათი ბადრი პატარკაციშვილი ლაპარაკობს და ასევე საქართველოს დიდი მამულიშვილი ასლან აბაშიძე. რომ არა ასლან აბაშიძე აჭარა იქნებოდა იავარქმნილი. აჭარა დღეს არსებობს როგორც ასეთი, ეს არის ასლანის დამსახურება. და აჭარა რო იყო ქართული, ესეც ასლანის დამსახურება იყო. და აი როგორ საუბრობს თქვენზე ასლან აბაშიძე, ეს არის ბევრს დაავიწყდა ალბათ ეს კადრები. და ეს ჩანაწერი, ეს არის ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილმა ჩაწერა და შემდგომ გამომზევრდა, საუბრობენ ბატონი ასლან აბაშიძე, აჭარის მეთაური და სულმნათი ბადრი პატარკაციშვილი. თქვენ შესახებ სხვათა შორის და მაყურებელს რო წარმოეგნას თქვენ VIP მეძავეობაზე. Алло, გამარჯობა. გამარჯობა. ბადრი პატარკაციშვილი. შენ ბატონო სოფარ გამარჯობა. Алло. გამარჯობა, ბატონო. გამარჯობა. როგორ განდები? ბატონო, ბოდიში რო გაჩუქეს, ხოთა როცა ჩემზე ამბობენ, რომ ასეთია, ისეთია უნდა ამას იმას აკეთებსო და უნდა გადავწეთ რუსეთს და ეს უნდა გამოგეკეთო და თქვენ დავიცი რომ ჩვენ ახლობლები ვართ და ყოველ შემთხვევაში კარგი თუ არა თუ გეხვაც ამასთან დავიკეთებია. ამ შემთხვევაში მე არავითარ შემთხვევაში არ გადავწავდი რაიმე ნაბის, რომელიც თქვა ან ურთიერთობას მიადგენდა ჩრდილს. თქვენ როგორ ეს ტელევიზიას პირველად? კი, როგორ? მარიტონი პოზიცია თუ ტელევიზია? აჭარასთან მიმართება. აჭარასთან მიმართებაში იმაშია გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ობიექტური პოზიცია, რომელიც გამოდის ზუსტად იმ ურთიერთობებს და რომელსაც ელაპარაკებოდი. აჭარაზე სპეციალური გამოცდილებია გადაწყვეტილი და ის გადატრია.
შეუშეთებ. შუძრო? მე ხება, მე შემეგუთა რომ მიწის თუ არა იგი. მე ვთქვი დაურეკოდა უთხრა, ის ტელევიზია იცი, ხარი რამდენიმე კაცი გადავიდა მასთან, ავიკითხავსო, გადმოიყვანო თუ არ გადმოიყვანო. Cita გადმოსულა. რატო პერიოდი ამდა, ავიდენდა ის ვერ მოუწანა, დაიცა შენგან კაცო დასუ. ხო, მე არ ვიდი. გიორგი, შენგან გაიზარდა. კამერის არის ტელევიზია, ხელმძღვანელად დავდიშე, დაიმახსოვრე. ბაბავარი. ტელევიზია ხელმძღვანელად დავდიშე. მინისტრის შინაგანთა მინისტრის დიამიბეს. ცენტრში, სადაც ცენტრი. მე არ მიგონია პინჯაკი, ტუპლი, კოსტუმი, რამე, რომ ის სამედდეს პარალელურად. მე ჩემი შვილი, მე ჩემთვის მე ერთი არ მიყავდა არც ვიტყვი. იმიტომ რომ მე გაუგებარია ჩემთვის, რა მოხდა. რა მოხდა ისა, მაგრამ მე უფრო გულებაცინა რომ შედარშები მიქცოვე. და ისე აიყო. ოჯახ. მეორე გიორგი გადაცემა სანაგო პუჩი მოიყვანა სანაგო არის სანაგო მოიყვანა და კონსტრუქცია და გადაღებია ნაგავში როგორ იქნება ნაგავში თბილისში თელი იქნება და საჭიროა იქ სულ მოიყვანა ნიგიბა აბა კიდევ მეორე გადაცემა მიუხსნა იმიტომ აქედან აიყვანენ და გადაიყვანა და ჩააბარენ ეპისკოპოს და დასავლეთში დასავლეთში ეს აჭარაზე გადაცემა ეს ამას უყურებენ. ამას ამბობენ რომ ეგ როგორ გააკეთებენ. ბადრი ინსტანცია არის რომ ეს არის სოფი. ხასაგები ხომას. ეს არის სოფი არ არის. ზოგადად ამიტომ ზოგადად მე თვითონაც გავუნდები. თქვენი პოზიცია მე გოგისაც არ დავუძა. აჰა არ მithქვა. შეიძლება არ მithქვა რომ შემთხვევით ეს უკვე რაღაცა მოლოდნენ. და დაბელო. Potrasta მაგისი გარკვევას საუბარი სულია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სცენარის ნაწილი, რომლითაც ყველანაირად ცდილობს ბატონი გოგიკიძე, რომ მე იმდენოს როგორმე ნაციონალებთან, იმდენოს როგორმე ჯვანიასთან. იმიტომ რომ მაგან ძალიან კარგად იცის მიენდა გვერდში პრეზიდენტს და რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა. აქედან გამომდინარე, თქვენ მარტო ის პოზიცია, რომ აი ტელევიზია აზიაში და ამის გამოძახილია ეს უბრალოდ ეს მეყარება და იქნება თქვენს დაინტერესებით, იმიტომ რომ შეიძლება რომ თქვენს ასე გებოლას, თქვენს ასე მეგონოს, სამწუხაროდ სხვა რაღაცას ხდება ადგილი. თქვენ არ ინდა, ზვანიასთან მიეწოლა და ისადაც საერთაშორისო მიგდერს რა. არა, როგორ არ უნდაეს, მოგამოდეს მოგიდეზე და ამბობს რომ როცა სახელმწიფო მიტინგი იმართება, ამბობს რომ აი ბადრის ბადრგაჩვილი აფინანსებს სააკაშოს აფინანსებს ზვანიას, მარას შეუმა დავიდეთ ახლა სპორმით ბაგაზე, ავიღოთ მაგისტრის ასახლე, ყოველები უნდა შევასახლოს შიგნით და შემდეგ და ეს ხალხი მოდიან მე ჩემთან და გედიან არ და იქ მე ვარ გამეჩერები და მაგალითად ხალხს იდეობენ იმისაც რომ ვიღაცები წამოეყვა და მოჯამენ გიწევენ. რატო იმედი პირდაპირ აი თქვენი ხალი გამოდის და რატო ჩამოდით აქ, რატო ჩამოდით აქ? ჩვენი ტელევიზია მოსულა და თქვენ რატო ჩამოდით, რატო აკეთებ? არასდროს არ ვთქვი. არასდროს არ ვთქვი. თქვენ საკუთარ არასდროს არ ჩერდება ტელევიზია. მოწმობა ეს ფორერის მეტი ჩემს საკუთარ ფორერის სერიოზული საერთო საქმე. საერთო საქმე და თუ მეუბნება მე ესე პირველად გამიშოქის ტელევიზია და ისტორია შეიძლება შოუ. როცა თუ ამას აკეთებს, მაშინ რა არის მოსწია. მე ათლანაბაში გქონდა. ის რა გაუკეთებია ჩემოა. მაგრამ ვერ არის. შენ იქ სადაც ვერ ვარ, არა თუ მე. მაგრამ თუ გაიფიქრე შეუბარი ძალიან სულია. არა, მე არ გამიფიქრე, მაგრამ თუ არასდროს. ამას დაწამოვაგები არასდროს. ხოდა, იმიტომ კი რა ხარ? ხოდა მიკროფონზე რაღაცა თუ თქვა, აი ნახე რა გადაცემები გააკეთა გიორგის მომაზრდა. სანადლოყო და მე თვითონ ხოდა სანადლოყოზე რაღაც სტუდენტი ვიღაცა, რომელიც ჩამოიყვანენ, დააჟინნენ თემატოლოგილებმა თქვა. თემატოლოგილებმა ჩამოიყვანენ, დააჟინნენ რომ გადაიღოს სიტუაცია და წაიღოს. როდის იყო ტელევიზია დაგის სანადლოყ იმაზე და ეგეც სადღაც იმაზე აეროპორტის უკან მიგზაურში სანადლოყ იმაზე. როდის მიიყვანენ რამდენიმე კაცი თუ რაღაცას ხიკავდნენ იქა. ჩვენთან ყველაზე დიდი ის თავმოყარება და არავინ ჩვენთან სანადლოყში არ წავა. იმიტომ რომ ამ სანადლოყის გაჭირვება ჩვენთან არ არის. აქ მეტია შემოსავლები და დასავლები მოსახლეობა.
ხოდა ეს ყველაფერი ჩაწყო აი ამ თქვენი ტელევიზია და გაიწა ნუ რა დავაკლო ახლა თქვა რა ჩვენ დუბას ვუგებ მაგრამ ერთი შეხება არის თქვენთან რა აი ამ ემოციაზე ამხარდე მიგრანტთა მიატოვდა იმას აფინანსებს ამას აფინანსებს თვითონ აგერ მიდის ხალხი მიდის იცავს რაღაცა ხოდა შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს მაგრამ შეფეთე დავლებარებოდი გასწორდება დაჟე ხობიხარი მეორე გოგი საგვარენდე სოფტ მოხდება მე ხარ თუ გეტყვი თუ გაუგნა მოვიკეთავ რატო უნდა უსწრა გოგი რატო აკეთებდა შეწყვეტს ეგრე არის ყოველთვის ისეთი ურთიერთობები და რაღაცა თუნდა გოგი ატანჯებოდა პასუხი მაგრამ ეს ყაიდე ბოლომდე გავიდატული რა ხდება მაგრამ ეს არ ჩერდება და მოკაიტე ზარი ესე იგი მაღალი ხარისხის ჩანაწერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალა, რომელიც გავრცელდა სივრცეში. ესე იგი, რა სიძახის ასლანი, მე რო ჩემთვის კოსტუმს ყიდულობდიო, ერთსო, ამისთვის ყიდულობდიო. ფეხსაცმელს რო ყიდულობდიო, ამისთვის ყიდულობ. შვილივით გავზარდეო. ესე იგი, წავიდა, მართლა შექმნა ადამიანად, ყველაფერი მისცა. მერე წავიდა, გადავიდა იმასთან პატარკაცებთან იმედში და დაუწყო ლანძღვა გინება ასლან აბაშიძეს და სიუჟეტების გაკეთება, რომ აჭარაში ესე იგი შიმშილია, რომ ნაგავში ხალხი იქექება. ამ დროს ყველაზე კარგად, მაშინ ყველაზე კარგი ეკონომიკური მდგომარეობა იყო აჭარაში და ყველაზე სტაბილური მდგომარეობა. აი ეს არის თქვენი სახე. აი ეს არის იმ ხალხის სახე, ვინც მსახურობს სააკაშვილის და აი ამ ამერიკელების გარკვეულ ჯიბეზე. დღეს ეს ვაჟბატონი არის ამერიკელების ჯიბეზე მიერთებული. და ჩვენ რო თქვით რომ ამერიკა მოაწყო 9 აპრილი ძიასემმა დაურეკა ამერიკიდან და უთხრა რომ მიდი ახლა ჟავანაძეს გადაუარე მაგრამ ერთ რამეს კი არ იცის რომ ჩემ ყმაში მტერი ჩავარდა ახლა მე რო კაცი დამარტყამს ჩათვალეს უკვე ის უკვე განწირული არის იმისათვის რომ მართლა საბოლოოდ უნდა იქნეს გასრისული და გადავლილი იმიტომ რომ მე შეიძლება პირად მტერს ვაპატიო მაგრამ საქართველოს მტერს არ ვაპატიებ არაფერს კაცი რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ უღალატა ასლან აბაშიძეს ბადრი პატარკაციშვილს რომელმაც გამოუგზავნა ვიდეო ფირი რომელიც უნდა გაშვებულიყო მამხილებელი იყო ესე იგი რა ქვია სააკაშვილის რეჟიმისა დამალა ეს ყველაფერი ამან კაცმა რომელიც მერე ბადრის მკვლელთან დადგა მსახურებაში როდესაც ქდმ შეუქმნა გაზი 5 თეთრი 10 თეთრი შუქი გახსოვთ ალბათ ეს სარეკლამო რგოლები და ესე იგი შეიყვანეს იქ პარლამენტში და მე დღეს ლაპარაკობს ეს ვაჟბატონი რუსეთზე ცუდტონალობაში და რუსეთის იმას 2008 წლის რეზოლუციაზე რუსეთის გაправებას დაუჭირა მხარი. აი ეს არის თქვენი სახე. თქვენ რაც არ უნდა ძალიან მაგარ სტუდიებში იჯდეთ. თქვენ ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. გამოგიტანთ და გამოტანილიც გაქვთ. ხვალდაზე მაგ ბუტკაზაც დაგიკეტავენ ბატონო თარგამაძე და მე უკვე პოლიტიკური და სატელევიზიო მეძავეობიდან გადაინაცვლებთ უკვე ნამდვილ მეძავეობაზე, იმიტომ რომ რესურსი არ გექნებათ უკვე სხვა საქმიანობის თქვენ. აი ეს არის თქვენთვის თქვენი განაჩენი. თქვენი განაჩენია ეს. და ყველა იმ მოღალატის რომელიც მსახურობს ამერიკელების კარზე. არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი, აი მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვს საერთოდ გამოჩენის და კიდე აქ ნოტაციებს გვიკითხავენ. გესმით? ძალიან უხერხულია, ძალიან გიორგი შენ თავი არ გამოგეყოფა ხალხში და არც უნდა ჩდებოდე ხა ასე მალმალე, იმიტომ რომ შენ მოგნატლა რა იმ დიდმა პოეტმა რეზომ და რაც გეკუთვნა და ის სახელი მოგანიჭა და ხო და იცის ეს თელმა საქართველოს ხო და შენ რატო არ ხარ დაბარებულია ქალბატონ თეატრურკიანთან დაიბარეს კი დაბარებულია კი დაიბარეს და მან უარი თქვა მაგრამ პასუხისგებაში მიცემენ თუ არა არ ვიცი უარი თქვა იქ მისვლაზე კი დაიბარეს მაგრამ უარი თქვა არა, ვარი თქვა და 50,000 მიარჭობენ და მე მაინც მიათრავენ იქა რა. ეს გაიგე ყოლაბა გაუკეთეს ხა მთავრობას თუ არა. რამნიშნულობა აქვს ხა იქ ვიხვალ თუ არ ვიხვალ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ესენი ეკითხებიან, რა გვარი წერია იქაო, ვისაც კითხავენ იმათ რა. აი დღეს უსმინე? კი. პოლიტიკური კი, ბურგენიძე გამოვიდა. აი
აი რა უნდა ქნან და რა უნდა თქვან რა კიდე როგორ გროვდებიან და როგორ ლაპარაკობენ ეს რამეს რა მე უბრალოდ სასაცილოა რა დღეს თარგამაზე საუბარი მართლა ეს პიროვნება რომელიც არ ვიცი რა ღალატის კლასიკური ნიმუშია რა ქართულ ჟურნალისტიკაში თუ შეიძლება ასე ითქვას ნუ ამას რა აქვს ალაპარაკო ეხლა ნუ საოცრებაა რა მაგრამ ერთი მინდა ვთქვა რომ ისტორია თავისას იტყვის და ხალხი თავისას და განაჩენს გამოუტანენ ანუ რისი თქმა მინდა ეხლა ბატონმა გრიშამ რო ახსენა ეს საგამოძიებო კომისია და გაბარება არ მივა ძალიან კარგათაც მივა როგორც დაგიბარებია ისედაც მივა იმ პულსაც მიატანიებენ გადაახტევინებენ იმასაც მივა და თავისასაც მიუძღვავენ იმიტომ რომ მორჩენილია რა უკვე გამოტანილია ვერდიქტი ქართულმა ხალხმა გამოიტანა დიდი ხანია ამას უნდა ეხლა სამართლებრივი გამართვა და სამართლებრივი ველი შექმნა და ამას გააკეთებს საგამოძიებო კომისია თუ არ გააკეთა ეს საგამოძიებო კომისია მაშინ ქართული ხალხი ამას უკვე გააკეთებს ბატონ გრიშა და არ მოიწევს ხო გააკეთა არა აღასრულებს ეხლა აიგზალება ნაციონალები აიგზალება სატელევიზიო ახალი პარტიები შემოვა და ეს ტელევიზიები წარსულ ჩაბარდება ეხლა ეს თარგამაძის ბუტკის ტელევიზიები ასევე ჩაბარდება პარტიები და უნდა მოვიდეს პატიოსანი ნორმალური ხალხი პოლიტიკაში დაბეთახმებით ალბათ იმიტომ რომ დავიღალეთ ერთი და იგივე სახეების ყურებით დავიღალეთ და ეხა იქ რო ლაპარაკობდა ეს ნაძირალა ბეჟან ჯავახია ეს პიდარასტი ესა რა ეს სულით და ხორცით პიდარასტი ეხა თელმა საქართველოს ვიცის ბინარი ბეჟან ჯავახია კაცი რომელიც ესე იგი გამოდის და რაღაცა ზვიადიზე ლაპარაკობს შედალოცვილო სააკაშვილთან როგორ უნდა დადგე როდესაც სააკაშვილმა ადგა და იგივე გამსახურდიაშვილი ციხეში დაიჭირა ცოტნე გამსახურდია აწამა მე კარგად გვახსოვს რაც გაუკეთა ოჯახს და როგორ იქცეოდა ეს ადამიანი შენ მაინტერესებს თუ კი ეროვნულობაზე გააქვს პრეტენზია ეს ყველაფერი ეროვნულობის მტერი იყო სააკაშვილი აი ესეთი სულით და ხორცით პიდარასტები რატო ხარ თქვენ ვერ გავიგები მე მეძახით რომ რუსი ადამიანი ყოფილვარ მე ესე იგი თურმე რა რუსი ადამიანი აი ჭუათხელი იმისი რა ქვია ბოდიშ და სულელების იმითი რა ჯერ ეგერთიც აი ესეთი განწყობები რო გააქვთ ამ რუსების მიმართ იმიტომაც არის რომ აი საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრი პრობლემები გვექნება რომ არა რუსეთი საქართველოს არ იარსებობდა და ახლა ამას ვერ გაგაგებინებთ თქვენ ვერავინ და საბჭოთაზე რო ლაპარაკობთ საბჭოთაზე დიახ მე მაქვს ნოსტალგია იმ საბჭოთა კავშირის მიმართ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს იყო ერთიანი, ძლიერი, განუყოფელი და დამოუკიდებელი და მოსკოვი არ ერეოდა საქართველოს საქმეებში ვინ დაინიშნებოდა მოსამართლედ, ვინ დაინიშნებოდა პროკურორად. ნაგავში არ იქეკებოდა არავინ. და იქ იმ საბჭოთა კავშირის დროს მე არ ვიცი მონებს არავინ არ უშენებს, ქარხნებს, ფაბრიკებს, ჰესებს, მონებს არავინ არ უშენებს, სანატორიუმებს, მონებს არავინ არ უშენებს იმ რა ქვია უდიდეს გიგანტურ ინდუსტრიულ ქარხნებს. მონები ვარ ჩვენ დღეს, ყველაფერი დაგვინგრიეს, ყველაფერი წაგვართვეს, ყველაფერი გაგვიყიდეს. და თურმე მაშინ ყოფილვართ მონები და დღე და თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი იყო. გერბი გქონდა, დროშა გქონდა, ჰიმნი გქონდა, მთავრობა გქონდა, მინისტრები ყავდა და ვერავინ ვერ ედეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. და დაცულები ვიყავით. კიდე და ყველაფერი ქართული იყო კიდე. და თუ რამეს უყურებთ, ქართული სიმღერა გინდა, ქართული ფილმი გინდა, ყველაფერი იმ დროს არის შექმნილი. მაინტერესებს 70 წლის განმავლობაში რა შეიქმნა ისეთი რომლითაც ვამაყობთ. და რატო არ უნდა მქონდეს მე ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ. დიახ, ჩავალ მოსკოვში, პილმენებს შევჭა, ეხლა იქ თქვა რომ პილმენებს შამსო. ვაი თქვენს პატრონს მართლა თქვენ იდიოტებო თქვენ რა. თურმე მოსკოვში ჩასვლა ყოფილა კომპრომატი. ბორდელებში დადიხარ, შედალოცილო და ეგ არის ვისელაპარაკები რა. მე რუსეთში რო დავდივარ, იქ ბოდიში და კარგად დავდივარ, სადაც საჭიროა რა. დადიან კაცო, სადაც მაგისტრატი რო ბორდელებში კაცებთან ერთმანეთის ოჯახებში დადიან და ერთმანეთის ცოლებს ყრიან, აა დედა კი მოწყან ამას. ბოდიში რა პატრონი. ესე იგი მაინც ბატონმა გრიშამ ვერ მოი. არგი რაღაც. ესენი ეხლა არ მინდა ეხლა რომ ისეთი სიტყვა ვიხმარო. ესენი არიან ბოდიში და გეები და ლატენტური. აი ესენი არიან ის რასაც. ხო და ბორდელი მე იმიტომ მაკუთხით ვიხმარე, თორე ქალებში რო დადიოდნენ, ბორდელებში კიდე არა უშავს. ესენი დადიან ბოდიში და კაცებში.
ესენი დადიან პიდარასტები არიან და ესე იგი არ ვიცი ახლა ამ რუსის ქალების მიმართ რატო აქვს ასეთი აგრე იმ დღეს გამოვიდა კაცო აქციაზე და დაერივე მთელი ეს ნაცები რა ახალგაზრდა სიმპათიური რუსის ქალბატონი იყო და მთელი ნაცხრობა დაესია აი მე არ ვიცი ესენი ვინ არიან თქვენ პიდარასტებო თქვენ რა და ეს პაატა ბურჭულაძე ამ სიბერეში გახდა ესე იგი ლატენტური გეი რა კაცი ბოდიში ფიცდებს აი ამ პიდარასტებთან ბატონო პაატა ვერ გავიგე რა გაჭამეს ამისთან არა დაგალევინეს ასეთი კაცი მთელ საქართველოს უყვარდით რა ვიცი პუტინს უმღეროდით პირველი რუსის ბანი ვარო და შეიძლება პიდარასტებთან რო დგეხართ კაცო ვერ გავიგე ჰა ეროვნული მოძრაობას რო და 9 აპრილს კაცო იქ იყო სანთლებით იყვნენ ადამიანები და ბოდიში და ეროვნული გზნობები ქონათ და იქ პიდარასტები არ იდგნენ 9 აპრილს და არც ფერადი ბიჭუნები არ იდგნენ იქა და ფერად ბიჭუნებთან არ გიტყდება დგობა არ ვიცი რა გაუგნებული ვარ რა სასწაულია რა ეს ხალხი შეიძლება საერთოდ აი არ ვიცი რა და ამათ გამოდიან და ნოტაციებს გვიკითხავენ აი რუსეთი და საბჭოთა და ისა და რაღაცა ეს იდიოტები დაუხვევიათ ორი ფრაზა ისწავლეს ისა რა ქვია რუსეთი ისა რუსეთი ესა რუსეთი ისა და რაღაცა და ისა და კიდე თვითონ თავიანთი ოჯახები საიდან მოდიან ერთი არ ვიცი ქალბატონ ხო აკა ხოშტარია მე ბოდიში და რუსეთიდან არაფერი არ გამიღია საერთოდ რუსეთიდან დღესაც ფინანსდებიან დაფინანსებას რუსეთიდან ღებულობენ ფულს და რუსული არ ნუ აი ხას იგივე მევიდა იმ ჯავახიაზე იმნაირად შევახსენო რომ რუსეთს რო ახსენებენ მისი კოლეგები არ იყვნენ მოსკოვში რო ცხოვრობდნენ პუჩის შემდგომ ბატონ გრიშა გაიხსენეთ აი ბეჟან ჯავახიას კოლეგები რომლებიც წავიდნენ საქართველოსთან ვითომ გაყარეს ცხოვრობდნენ მოსკოვში ყველანი არა ვერავის ეხლა აი არა სხვას ვამბობ სხვას ვიძახი კაცო თუ რუსა მე ცუდი გაგებით კი არ ვიძახი წავიდა ხო მაშინ რაღაც აგირებ ამ რუსეთს კაცო არა დღესაც რაშუაშია ხო რაშუაშია ეხლა აი ამ ურთიერთობაში რუსები აი ამ კონტექსში როდესაც შენ პოზიციას გამოხატა ეს სევდია უგრეხელიძე კიდე ეს აი მინდა ნაფტალინიდან ამოღებული მუმია კიდე და ისაო რა კობახიძე და მჟავანაძე გამოქვაბულჯია შენ დალოცილო შენ სადახარ ერთი მაინტერესებს რა შენ სადახარ ერთი საერთოდ ვინ ახარ თქვენ და რას არ ორი კაცი აქცევთ პატივს ქუჩაში რო გადიხართ ეხლა მე გასაგებია რომ ამ ნაცებს არ უყვარვარ და მადლობა ღმერთს ეხლა მე რო ნაცებს გქონდეთ ჩემს მიმართ სიმპათია მაშინ ნამდვილად გავგიჟდებოდი ნამდვილად რა და თქვენ ვიგცემთ პატივს მაინტერესებთ ვინ თქვენ მაინტერესებს ურეიტინგო უსქესო უსამშობლო და უყველაფრო ადამიანები ხართ რა არ ვიცი როდემდე შეიძლება რომ აი ამ საზიზღრობას ამ მარგინალ ადამიანებს ჯგუფებს უყუროთ ჩვენ მინდიას და ეს არის საოცრება რა ნუ ყველგან ხდება ადინ უროფისიმები ვაი მაგინც ყველგან არის რა თქმა მე რა მამაყავდათ კაცო ნუ აღარც მინდა ეხლა მაგაზე ლაპარაკი მაგრამ ერთი რამე არის აი ხა ჩვენ რო ლაპარაკობთ ამაზე აღარ მინდა ამ პერსონალიებზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს პერსონალიებზე ლაპარაკი რა იცით ეს არის ჩემთვის ძალიან ძიმე რომ პიროვნებას ვეხები იმიტომ რომ იმ პიროვნებას შეიძლება კაცო კარგი ოჯახის წევრი ყავდეს კარგი ძმა ყავდეს და განიცდი ის მაგრამ გაიძულებთ კაცი სულ არ ვაპირებდი ეხლა თარგამანზე ლაპარაკი შემიჭყიკინა ესე და აი იზოლებული გამხადა ესე იგი რომ აი ბოდიში და ის მე თქვა რაც არის თვითონ რამდენი მოღალატე და რამდენი ნაძირალა აქ რომ მე ყველა მოღალატე და ნაძირალაზე ვაკეთო გადაცემები მაშინ ვეღარაფერზე ვეღარ მილაპარაკია მაგრამ გაიძულებენ რომ აი ზოგჯერ არ გინდა რომ რაღაცა თქვა მაგრამ ძალით უნდა გათქმევინონ რა ძაღლმა თურმე ყეფა არ იცოდა და კაცმა ასწავლა და არ ვიცი ესენი ბევრ რამეს გასწავლიან და ბევრ რამეს ჩაგადენინებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ აი რითაც აი პათოსი იყო ჩვენი, აი მინდა აი ყველა გადაცემაში ვილაპარაკებ ამაზე 9 მაისამდე. მინდა ვთხოვო ხელისუფლებას. დღესაც ვილაპარაკებ, ხვალაც ვილაპარაკებ, ზეგაც ვილაპარაკებ, მაზეგაც ვილაპარაკებ. რომ ძალიან აქ თხოვთ უხერხულია ბატონებო უხერხულია 9 მაისს კრემში სტალინის ადგილგზელოს რომ დალევენ იქ საქართველოს წარმომადგენელი არ იყოს როდესაც სტალინის ხსენება იქნება იქ საქართველოს არ იყოს ეს არის სირცხვილი გარეთ რო თქვა შეიძლება არა ეხლა აქ სატელევიზიო არ შეიგინოთ და ისე თქვით იმიტომ რომ ნიკოლოს
არა, მოსკოვში რო ვიქნები, გარეთ რო თქვა, არა, თქვი, ეხლა რა გარეთ გამოდი, გითხრე, მიმზადებით ბატონო გრიშა მოსკოვში? მინდა რომ წავიდე. ეხლა თქვენ იქ ბოდიში კი მიმზადებით, მაგრამ იქ სიძინპინთან და პუტინთან თქვენ ვერ მოხდებით და. არა, იმასაც. მაგრამ თქვენი წასვლა კაია, მაგრამ მე იმიტომ ვიძახი ამანზე რომ ისინი იქ იქნებიან, ხვდებით? თორე მეც ვაპირე ესენი რო იყვნენ კარგია, მაგრამ რო ჩავიდნენ, კარგია, მაინც მისასვლელი იქავართ ჩვენთან. ხო, მაგრამ მე გვიანი იქნება რა. მე რომ მიხვალ იქ, მე გვიანი. ეხლა არის დრო რა თქმა უნდა. ყველაფერს აქვს თავის დრო. მე შენ იქ არ დაგაყენებენ მავზელეუმთან. მე გეტყვიან და წადი იქა გუმი და ცუმის იქა იმაში, რა ქვია, მიდამოებში დადექი და იქიდან უყურე იმას. ნიკოლოზ მარტო სტალინის როლი კი არა. ის 700.000 კაცი არ უნდა დავივიწყოთ, ვინც საქართველოსთან წავიდა და 350.000 გმირია დაღუპული. ყველა ჩვენ თვითონ ყველა ოჯახში ყავს დაღუპული, ხო? და ჩემი ბაბუა ვინც კი კიდე იქ მონაწილეობდა, ბევრი ცოცხალი დაბრუნდა, გასულა მე ჩემი ბაბუა მონაწილეობდა, იქა თქვენი ბაბუები ყველასი. მათი უკდავყოფარია, მე ვერ გავიგე, პაშინიანიც და აზერბაიჯანის ლიდერიც რუსეთთან დაპირისპირებულია, ხო? კი. აზერბაიჯანმა გამოყარა რუსკი მირი, თქვა რომ ესო არიან ჯაშუშები. სახელმწიფო გადატრიალებას აწყვობდნენ, ნუ გეტყვი. კაცი ჩადის მოსკოვში, ალიევი. სლოვაკეთის პრემიერი ჩადის, ფიცო ჩადის, ბრაზილიის პრეზიდენტი ჩადის, სინძიპინი ჩადის, ჩადის ორბანიც აპირებს კი და რა ვიცი მე ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩადიან და კიდევ მე ხლა ჯერჯერობით ტრამპის ჩასვლა იქ არ არის გამოცხადებული, მაგრამ არც ის გამოვრიცხავ რომ საბოლოოდ ისიც იქ მოხდეს, მაგრამ ნუ ერთი რამე არის რომ თელი მსოფლიო ჩადის ფაქტობრივად რა. და ვინც მოიგო ომი, ის არ მიდის იქ. ჩვენ მოვიგეთ ეს ომი, ჩვენ ქართველი ყველაზე მეტი სიტყვა ჩვენ გვეთქმის იქა რა. არა ვარ სწორი ბატონო გრიში. ამიტომ რაღაცა იქნება მე მინდა რომ ჩემს აი ამ ჩვენ ხელისუფლებას არის ძალიან დიდი თხოვნით მიმართა. მაინც გეძახიან ამ რუსებს და ჩადით რა. და მაინც გაგინებენ, მაინც გლანძღავენ, მაინც სანქციებს გადებენ, მაინც რა ვიცი, ყველაფერს საშინელებას აკეთებენ და რისი გეშინიათ, რისი გერიდება. ეს აი მოღალატები თუ გამოხტებიან და იყენ როგორ ჩავიდა ეს გველპირველი გამოხტება, გააკეთებს სიუჟეტს, როგორ მიდის, მაგალითად საქართველოს პირველი პირი მოსკოვში და ისე და თავშიც გვაიხალო და მუცელში სამარტებელი. რაც უნდა ის ილაპარაკო. მე დაულე კავანჭირასთან გამოაცხადე რომ ვიდივარ მოსკოვში მეთქი 9 მაისს და გამოყვენდა იქ მივცე აეროპორტში იმას ინტერვიუს. ეხლა ამათ თქვენზე არ ეკნებათ ბატონო გრიშა ალერგია თქვენ რო წახვიდეთ იქა და არც ხვებზე ამათ ხელისუფლების წასვლა არ უნდა თორე ჩასაფრებულები არიან ეხლა ხელისუფლება უნდა გამოვიდეს ამ კომპლექსებიდან რა რომ აი ვაიმე სიტყვის მასებაში არასდროს არ უნდა წავიდეთ ჩვენ არსად რა ვერ გავიგე კაცო ეხლა პაშინიანი ოდეკაბედან გამოდის საერთოდ წავლენ იქა პარტიული მოუსავლეთში წავლენ იქ თუ არ ჩავლენ მოკლედ არ ვიცი აი ჩვენი თხოვნა ქართველი ხალხის თხოვნა ხელისუფლებამ მე თამამად შემიძლია თქვა იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია არის ის რომ საქართველო უნდა იყოს 9 მაისს კრემლში ეხლა პრემიერი წავა პარლამენტის თავმჯდომარე წავა თუ პრეზიდენტი წავა მნიშვნელობა არ აქვს რა არის კაცო იცი არა ნუ პირველი პირი თუ წავა უფრო კარგია ყველა მხარეზე გაიგე გვიყეფე რომ როგორმე რომ მივიდეთ რუსეთში რა აი გაიძულებს ევროპა და ამერიკაც რომ შევერთდეთ რუსეთს აი თავრობას ამაზე მეტი უფრო კარგი მიზეზი რა შეიძლება რომ კონდეს რომ ევროპა სულზია ესე იგი რომ როდის შევაცრებთ რუსეთში ისე ევროპას ის ამერიკაც ერთი სიტყვა შეიძლება რომ თქვა ტრამპმა რომ გასო რა ის არის ეს რა არჩევნებზეა ლაპარაკი ხო ჩაატარეს ახლა ნებეში არჩევნები და რა არჩევნებზეა ლაპარაკი ერთი რო თქვას გათავდება ხო მაგრამ არ უნდა კაცო არ უნდა ეს არის გვეთამაშებია სულ ყველა ეს არის ეს კაპიტალისტები არიან კაცო კაპიტალისტები არიან ეხლა იმან ვთქვა რომ ვერა კაცო ესო რუზველტი კარგი კაციო მე ძალიან ვაფასებ მაგასო გამბედავი კაცი არისო და რისკიანი კაცი არისო და ამდენი ხანიო არისო მაგრამ ის არისო კაპიტალისტების არჩეული
თუ კაპიტალისტების გაღარიბების ხარჯზე მაგან მუშათა კლასს შეუწყო ხელიო, კაპიტალისტები იტყვიანო, რომ ეს ჩვენი დანიშნულიაო, ხოთა პრეზიდენტები მიდიან და მოდიან და კაპიტალისტები რჩებით ამერიკაში, გაიგე? იმასაც მოხსნიანო. ხო და მეორეს დააყენებელო, იმათიაო, ის ქვეყანაო რა. იმათი ფულით არსებობს თუ არა, არც ბანკები აქვს, არც ხალხნები აქვს, არც რკინიგზა აქვს, არც აეროპორტი აქვს, აფერი არა აქვს პრეზიდენტს ამერიკაში. ისინი სუყედარია კაპიტალისტების. ხო და რაჯალა აქვს მაგას, რა კაპიტალისტები შეიკრებიან, იტყვიან არ გვინდა ესა და მორჩება, ჩაატარებენ იმას არჩევნის და საუდად ჩვენს მაშინ გამოუცხადებენ. არა, ის ეხლა იმაზეც, აი წასვლა ვიტყვი ეხლა გადაცემა სრულდება, ხო? აი და ეს პოლიტიკური ნაბიჯი კი იქნება ერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ხო არ არის რაღაცის შენი დამოუკიდებლობის, შენი სუვერენიტეტის დაკარგვა. ეს ხო აი ამაში ხო არანაირ უნისონში არ მოდი. შენ ჩადიხარ და პატივს ცემ იმ ურთიერთობას შენ ისტორიას და შენ ისტორიულ მეხსიერებას. და შენი დაუღუპულ 350,000 კაცს. და შენი იმ კაცს, ვინც მართლა იქ და შენი ეთნიკურად და ქართველი იყო. აი ამაზე აქვს საუბარი. და იმ საერთო გამარჯვებაზე, რომელშიც შენ ლომის წვლილი მიგიძღვის, როგორც საქართველოს და რომელიც იყავი მაშინ იმ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი. ეხლა გინდა არ გინდა შენი ისტორია ხო არ წაშლი და ხო არ ამოშლით არა? იმ 70 წელს რა უტრიალებენ ეხლა გინდა არ გინდა ვერ ამოშლით. ბატონ გრიშა, ხო ეს არის, ეს იყო, ეს მოხდა და ეხლა როგორც არ უნდა უტრიალო შენ და როგორი შეფასებებიც არ უნდა მისცე. საქართველოს იყო იმ დიდი ოჯახის წევრი. კარგი იყო, ცუდი იყო, პოზიტიური იყო, არა პოზიტიური თუ რაციონალური თუ ირაციონალური, ამას ისტორია იტყვის და ამას ხალხი შეაფასებს. დანარჩენი რაც იყო მოცემულობა, ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და იქ წასვლა არ წასვლაზე არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ ამის საუბარი. რა თქმა უნდა, უნდა იტყვას და გაკეთდეს და უნდა წავიდეს. დელეგაცია იქნება და პირველი პირი ვინც იქნება, ვისაც გადაწყვეტავს ხელისუფლება, წავიდეს და პატივი სცეს იმ 700,000 კაცს. ვინც ეს გააკეთებს იმ 700,000 კაცის და იმ 350,000 კაცის და დაღუპდა ერთი მინდა კიდევ თქვა, აი რო ამბობენ, როდესაც საქართველოს გასაბჭოება მიდიოდა ბატონ გრიშა, ხალხი ვერ შეკრიბეს, არ გახსოვთ საქართველოს დასაცავად. 700,000 კაცი თავის ნებით წავიდა ხალხო. ეს ხო ამხელა პატარა 3 მილიონიანი ქვეყნიდან 700,000 კაცი წავიდა. ამას ხო ძალით ხო არცეთი არ გაუყვანიათ. ეხლა მე მინდა რომ ჩვენი გადაცემა მიწურულისკენ მიდის და ბოლოს მინდა რომ დღეს არის ევროპის ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, უდიდესი პატრიოტის, ქართველი კაცის, ბატონი გიორგი კანდელაკის დაბადების დღე, რომელიც ძალიან ბევრი სიხარული აჩუქა ქართველ ხალხს, აი ხა თქვენ ხედავთ მის ორთაბრძოლებს კრივის რინგზე და ყველაზე დიდი წარმატებები სპორტში ეხლა საბედნიეროდ ლაშა გურულმა გვასახელა და ანუ რეალურად დაგვიბრუნა ის გარკვეული განცდა გამარჯვებებისა მანამდე ბატონი ლაშამდე ბატონი გიორგი ყოველთვის იყო მოწინააღმდეგე და ის მისი შექმნილი არის საქართველოში ბევრი რამ. დღეს თუ კრივი სუნთქავს საქართველოში, დღეს თუ კრივი ცოცხალია, ეს არის ბატონი გიორგი კანდელაკის დამსახურება. იმიტომ რომ მან შექმნა ვარიანის კრივის სკოლა, მან შექმნა უნიკალური ინფრასტრუქტურა, უდიდესი ქველმოქმედებით და უდიდესი დახმარებებით ასაზრდოებს ქართულ კრივს და რაც თავარია ყოველთვის არის სწორ ხაზზე, სწორ პოზიციაზე. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო, ის უპირისპირდებოდა სააკაშვილის. როდესაც ხელისუფლებას უჭირდა ყოველთვის დღევანდელი ხელისუფლების გვერდით იდგა. და მე მინდა რომ მას მიულოცო 51 წლის გახდა ბატონი გიორგი კანდელაკი და არ ვიცი ეს ადამიანი საქართველოში საერთოდ ყოფილად სპორტსმენები, დიდი სპორტსმენები, მაგრამ არ ყოფილან შემდგომში დიდი ადამიანები და ეს ადამიანი დიდი სპორტსმენიც იყო, დიდი ადამიანიც არის და ბევრს იკეთებს აკეთებს და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ უდიდესი საერთაშორისო ფორუმები, რომელიც ტარდება კრივში, მისი დამსახურებით კეთდება. აი თქვენ ნახეთ ბოლოს მთელი ვარსკვლავები იყო ჩამოსული კრივისა და ბატონი გრიშაც იქისტრებოდა და რუსთავში რო იყო და ხო და დებს ვერ ჩააგდებდი და ესე იგი არ ვიცი ასეთ ლამაზ სანახაობებს აწყობს და ანუ ის რომ
რომ საქართველოში კიდევ ჯამთელი ცხოვრების პროპაგანდისკენ არის ნაბიჯები გადადგმული, ეს ამკაცის დამსახურება ყველა მსოფლიო ჩემპიონი ვერ გამოვადა ევროპის, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწორედ გიორგის დამსახურებით ჩაება ამ სპორტის სახეობაში. შეაყვარა სპორტი. არ ვიცი ეს აი როგორც ეხლა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაყვარა ფეხბურთი ხალხს, ისე გიორგი კანდელაკმა შეაყვარა კრივი ხალხს და ბევრი ახალგაზრდა სწორედ მის გზას გამო. ჩვენც უერთდებით. რესპუბლიკებიდან ჩამოსული იყო ყველა თითქმის ყველა რესპუბლიკიდან ესე. კი, რა თქმა უნდა, ტურნირი ყველგან და ყოველთვიურად ტარდება ეხა ეგ ტურნირები სხვა და ის არის არა, ეხლა ამაღამ. დღევანდელ დღეს დაბადების დღეზე. კი ბატონო. ჩვენც უერთდებით მინუსო და ფორმები ჩამოუტანეს, ის თავიანთ ნაციონალური ტანსაცმელი. კი ბატონო. ხო და რაღაცები სურათები გადავიღეთ, მინდოდა წამომეყვა და ჩემი მიმაცალა, ჩემი მითი აპარატი გადაღება ძებს გამომიყვანეს, მაგრამ იმ იქნებოდი. კი ბატონო. რა ვიცი, მოკლედ არ ვიცი, ძალიან ბევრს ნიშნავს რომ ჩვენ აი წარმატებული ადამიანები ყავს გუშინ ახლა დიდი მიულოცოთ გუშინ ახლა დიდი სიამოვნება მივიღე პირადად მე აი ხვიჩა კვარაცხელიამ რო გვასახელა კიდე და აი ესე იგი აი ეს არის ნამდვილი აი ბრილიანტი ოქროს კაცი რა აი ყველა მხრივ აი ჩვენ ლაპარაკობდით გიორგიზე და აი ბატონ აი ხვიჩა კვარაცხელია გარდა იმისა რომ დიდი ფეხბურთელია დიდი ადამიანი აი მისი პიროვნებული მახასიათები რა აი სულ ეკლესიური რო აი ოჯახიც როგორი ბრწყინვალე ყავს როგორი მეუღლე და არ ვიცი აი ღმერთმა გვიმრავლოს ჩვენ ესეთი ხალხი. ამით ჩვენთვის გაკუთვნილ დრო ამოიწურა ბატონი გრიშაონიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბატონი მამუკა კარტოზია და დაგემშვიდობებით და ხვალად ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება ძვირფოს ტელემაყურებლებო, კარგად ბრძანდებოდეთ.